გიბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, სადაც ბოლნისის ყოჩები მასპინძლობს მე-17 ტურის მე-13 თამაშში ქუთაისის აიას და ანგარიში არის 13-ით 3. შანსი ორივე გუნდს ჰქონდა ლელოების გატანის, თუმცა უკეთესად ქუთაისის აია გამოიყურებოდა. ვნახოთ მეორე ტაიმი როგორ წარიმართება. გიორგი ბაბუნაშვილმა შეიყვანა ბურთი თამაში მალაღურაძე. მალაღურაძე გამოდის თავისი ნახევრიდან საკმაოდ კარგად და მარტივად მეტოქის ნახევარზე გადადიან ბოლნისის ყოჩების მოთამაშეები. ახლა საბა ხონელიძე შემოაგდებს ბურთს დერეფანში. მოლის ჩამოყალიბება მოახერხეს ქუთაისელებმა, ჯერჯერობით ეს მოლი წინ მიდის ნოდარ დოლიძის დარტყმული. რეხვიაშვილი კარგი იყო ჰაერში, თუმცა ნოდია დაშავდა. დაახლოებით იგივე სიტუაცია როგორც ქუთაისელების შემთხვევაში დაშავდა ნოდია და იმიტომ რომ საფრთხე არ შექმნოდა მის ჯანმრთელობას ჯაფარიძემ შეაჩერა. აბა ნახოთ. ხო, რაღაც კუნჩი მოხდა რეხვიაშვილის მუხლი. ხო, კუნჩი მოხდა სავარაუდოდ მუხლი და წამიერი გაეთიშებოდა სავით. გიორგი ნოდიას კაი იყო თეზელაშვილი, გამოდის ბურთი მალაღურაძეზე, მალაღურაძის სრუმოძრაობა, რეხვიაშვილი ცდილობენ ზემოთ გაჭედონ და მე მგონი გაჭედეს კიდევაც. თუმცა არა, ჯერჯერობით მაინც მიდის ბრძოლა და გაიჭედა ბურთი კი. ხო, აქ სწრაფად უნდა ჩავიდნენ უკან ბოლნისელები, რათა არ დაჯარიმდნენ 10 მეტრიანი წესის დარღვევისთვის, ათამაშებენ ბურთს აიელები და უტევენ. უტევენ მივიდა ბურთთან დოლიძემ ბატირერენ გამოძებნა. ბატირერენგაც წინ მიდის. დოლიძე შეატრიალა შეტევის მიმართულება, ვახტანგ შარვაშიძე მოიგო რამოდენიმე მეტრი, ჩასულია ბურთზე ჯაბა ბრეგვაძე, თუმცა ვერ ამოიღო გამოცდილმა კვაჭმა. ისევ ქუთაისელები მარცხნივ დოლიძე ბაბუნაშვილის ფეხი და მათიაშვილი ალალზე იჭერს უცბად. სწრაფად ათამაშებს მათიაშვილი ბურთს. ხო. ბოლო ჯამში რაკში არის ბურთი პერანიძე სიღრმეში გადაუტანა მალაღურაძეს, რომელმაც მოიდაში უნდა დატოვოს ბურთი. ჭკვიანური დარტყმა, თუმცა ადგილზეა ბოლა. მოდის ბოლა ძალიან კარგად თეზელაშვილი. მარცხნივ დოლიძე, ისევ ბაჩუკი ბარათაშვილი, ბაბუნაშვილი, ფრუიძე წავიდა ინტერვალში ძალიან კარგად, მოიგო რამოდენიმე ძვირფასი მეტრი. ხო, აქტიურად დაიწყო ამ მეორე ტაიმი, ბატირერენ გამივიდა ბურთთან, თუმცა დაცვაშიც კარგად ირჯებიან ბოლნისელები, უნდა ითქვას. მარჯვნივ ბაბუნაშვილი, რეხვიაშვილი ადგილზეა. რეხვიაშვილი ძლიერი ფეხი აქვს და შეუულია უფრო ძლიერადაც დაარტყას და დატოვოს ბურთი თამაშში მაგალითად. თუმცა განმუხტა აქ. ხო, რჩებიან მეტოქის ნახევარზე აიელები. ეკნებათ დერეფანი. ხო, აქ დრო გაჩერდება სავარაუდოდ, ეს ვიქტორ დიდებულიძე და გიორგი ბეკაძე ჩვენს ტელეეკრანებზე. ხო, მიხეილ აბრამიშვილი გააფრთხილეს, პირველი კონტაქტი მეტოქეზე იყო. არა აკრძალულ ზონაში, შემდეგ უკვე ავიდა
კისრის არეში, რაც რა თქმა უნდა ჯარიმით ისჯება, აი ნახოთ განმეორებით ეს მომენტი. ხო, პირდაპირ მაღლა მივიდა, თუმცა ხო. ხო, ნუ მე სად იყო მაღლა კონტაქტი ვერ დავინახე სიმართლე გითხრათ, მაგრამ იყო იქ მე მგონი შეიძლება თავი-თავთანაც შეეხო აი ეს ხო არა, თავი-თავთან კონტაქტი იყო ამ სიტუაციაში. მისი მხარე სწორ პოზიციაში უბრალოდ თავი-თავთან კონტაქტი იყო და არ ჩათვალეს მსაჯებმა ეს დარღვევა, ისეთ დარღვევათ, რომ ყვითელ ბარათზე გაქაჩულიყო, აწეულიყო და ნახოთ ეხლა ეს მოლი ხონელიძე აკონტროლებდა ბურთს, კვლავ აკონტროლებს მოიხსნა ხონელიძე. კარგად ძალიან ნოდია ოჭავსმას დოლიძე ათამაშა გაბისონია მარცხნივ გაიშალა შეტევა ბატირერენგა, კარგია ბატირერენგა კონტაქტის არეში გასუფთავდა აბრამიშვილმა აღარ შეუძლია ბურთზე თამაში, დოლიძემ ამოიტანა, თუმცა კარგი დარტყმული ძალიან ყოჩების მარცხნივ ბაბუნაშვილი და წინ თამაშის უპირატესობა ექნებათ ახლა ყოჩების მოთამაშეებს და შერკინება. ხო, ჭრაზე შეყავდა კარგად თანაგუნდელი უიძეს, თუმცა არ გამოვიდა ეს შანაფიქრი. ხო, აქ მოუწოდა დამშვიდებისკენ სოჯაფარიძემ მორაგბეებს. ხო, ნახოთ, ხო, ნუ წინ თამაში. პერანიძე შეაგორეს ბურთს შერკინებაში. საინტერესო შერკინება ძალიან ისეთ პოზიციაზე არის, რომ აქედან მართებს სუფთად გამოსვლა და მიწაზე წავიდა 3 ნომერი ალეკო გიგაშვილი, რაც რა თქმა უნდა ჯარიმაა. ჯარიმით ლაშა მალაღურაძე გრძელ ფრთას უმიზნებს. ძლიერი დარტყმული, თუმცა არ გადავა. გადავიდა მაინც ყოჩახ ლაშა მალაღურაძეს, რომელმაც თავისი 22-დან გადაიტანა ბურთი მეტოქის 10 მეტრიან წვეტილ ხაზთან და გამოაცოცხლა გულშემატკივარიც თავისი გუნდით და ვნახოთ. თავარი იქნება ახლა ბურთის კარგად მოპოვება და მოგება. ორი ხელით იგებს აბრამიშვილი, თუმცა ძალიან არასწორი მხრიდან შედის. პატარაია დაუტოვა ბურთი თანაგუნდელებს, ბურთზე თამაშობს. ნახოთ. ხო, კარგი შანსი აქვს ახლა ბოლნისის ყოჩებს მიუახლოვდნენ მეტოქის ჩათვლის მოედანს, მაგრამ შეიძლება კარისკენაც გაგზავნონ ბურთი და შვიდქულამდე შეამცირონ უპირატესობა არა. ხო, თუმცა მე მგონი ჯობია კიდეზე გადავიდეს ყოჩები ითამაშოს წლელოზე. კარგი მცდელობა იყო მართლაც რომ მოლის დაყენების და ცოტა წინსვლაც ქონდა ყოჩების მოლს. მაინც ვფიქრობ რომ ანგარიში ისეთია რომ მოგებაზე ფიქრით შეუულია. იჯერ დროც ბევრია, არც ანგარიშია დიდი სხვაობა, რა თქმა უნდა.
რეფერი არ არის გადაწყვეტილი. წინა ეპიზოდი აქ პატირენგამ ამოიღო ბურთი, შემდეგ ესეთი ცოტა სახიფათო მომენტი იყო, თუმცა თამაში გრძელდება ჩვეულებრივად მღებრიშვილი, რომელსაც ბოჭვას უკეთებს პატირენგა. აქვს ჯარიმის უპირატესობა მორიგი ბოლნისელებს, აქ გააჩერა დრო ჯაფარიძემ. მიწის ნაწილი იყო ბატირერენგა და ვიცით რომ მიწაზე მყოფი მოთამაშე, ანუ ადამიანი რომელიც მინიმუმ 3 წერტილით ეხება მიწას, მას ბურთზე თამაშის უფლება არ აქვს. მარტივი დარღვევა იყო აქ განმარტებაც საკმაოდ მარტივი იყო ამ მომენტის, რაც უთხრა კიდევაც ჯაფარიძემ. მე პირადად ცოტა ვერ დავინახე ეს მომენტი კარგად. ჩემ აზრს ვერ მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით. ვენდობით მთავარ მსაჯს მიუყვებით თამაშს. ხედავთ ირაკლი გეგენავას, რომელიც დაელოდება ალბათ თამაშის შემოსვლას. თეზელაშვილმა ორი ხელით კარგად მოიგო. ჭირდება ახლა ღერძის მონაცვლეობა. თუმცა კარგად იცავს თავს ძალიან ჯერჯერობით, აია და ჩახურეს კიდეც ბურთი. შესანიშნავი დაცვა ქუთაისელების მხრიდან. ეს კი ნიკოლაძე წინა ეპიზოდის გმირი. თან ბევრი ლაპარაკის და გამო დაისაძნენ ჯარიმით. თავისუფალი ჯარიმა უნდა ყოფილიყო, ახლა ჯარიმა. კი. ბაბუნაშვილის საკმაოდ კარგი გამოსვლა თავისი 22-დან 10 მეტრიან წვეტილ ხაზამდე ამოდის ქუთაისი. ასევე გეტყვით იმასაც, რომ დამთავრდა თამაში ვაზისუბნის სარაგბო მოედანზე, სადაც ვეფხვებმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა წიქარა 27-23. მოიპოვა დამატებით 4 ქულა პატარძეულის ვეფხვებმა გაუხდა 51 ქულა, ხოლო წიქარას ნუგეშის ქულის გამო გაუხდება 52 ქულა, მაინც ერთი ქულით წინ იქნება წიქარა ვეფხვებთან შედარებით და მეორე ადგილზე სწორედ წიქარა იქნება ჯერჯერობით. ხო, იქაც ძალიან დაძაბული არის პირველ ლიგაში. ვითარება საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. ამასობაში კი რეხვიაშვილმა მიიღო დარტყმული ბურთი ქუთაისელებისგან, შემდეგ რანი ფხალაძე ჩართო თამაში. გასუფთავდა რაკი პერანიძე. კი, აქ არის ბურთი გამოსული. რაკიდან დააქვთ ჯარიმის უპირატესობა ყოჩების მორაგბეებს. წინ მიდის პერანიძე, ბურთი აქვთ ყოჩებს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუულიათ იქამდე შეუტიონ სანამ არ დაკარგავენ. კარგად ბურთაობენ ბოლნისელები, ჩავიდა ბურთი მათიაშვილამდე, თუმცა წინ ვარდნა. და ისევ მალაღურაძე გადავა დიდი ალბათობით კიდეზე და კიდიდან შეძლებენ უკვე შეტევას. გაუმართლად ქუთაისელებს იმაში, რომ არ იყო სახიფათო წერტილში თამაშის წესების დარღვევა, თორე გაფრთხილებულები არიან და შეიძლება ყვითელ ბარათსაც გამოკრან ქუთაისელებმა ხელი. თუმცა თითქოს დატოვებული ქონდა ბურთს. რაკი ძლიერი დარტყმა. საკმაოდ კარგი დარტყმული მეტოქის ლელომდე დაახლოებით 10 მეტრი. საინტერესოა, ამჯერად როგორ მოახერხებენ
თუ სწორად გავიგე, ლაზარე თავარმა მსაჯმა მოუწოდა ქუთაისელებს, რომ ჯარიმა არ ავიღოთო, იმიტომ რომ ჯარიმა დაირღვევა რა, დაისჯება რა ყვითელი ბარათით. დატრიალდა მოლი, წინ მიდის, მოეხსნა მოლს ჟორამ ღებრიშვილი, გასუფთავდა რაკი და ახლა უკვე აიღე და მიეძალე გოგიძე. ისევ მორკინალები. აქ მოუწოდებს თამაშგარის წესის დაცვისკენ თავარი არბიტრი ამ ცველებს და მაინც დაჯარდნენ. პერანიძე დაიქნია თავად მივიდა პერანიძე. ძალიან ცოტა დააყდა პერანიძეს აქ ლელოს დადებასთან, ახლოს იყო, თუმცა ახლა ვნახოთ ვინ დაარღვია თამაშგარის წესი. საინტერესოა ყვითელი ბარათით ისჯება, წინა შემთხვევაში 3 ჯარიმა ჰქონდათ ამ წერტილში ქუთაისელებს, მიიღო გაფრთხილება იქ ბაბუნაშვილმა. ეს ჯარიმა უკვე ყვითელი ბარათით დაისაჯა. შემდეგი 10 წუთი ბოლნისელების უპირატესობით, რიცხობრივი უპირატესობით იქნება მატჩი. გასიმბინდა დაიჭირა ეხლა. თან გასიმბინდა მოთამაშე, რომელიც არის ილია გაბისონია, 8 ნომერი და ძალიან ეს ძალისმიერ კონტაქტებში დააკლდებათ მესამე ხაზელის ძალა. თუმცა გვინახავს არაერთი და ორი მომენტი ქუთაისელების შესრულებით, მსგავსი მომენტებიდან საკმაოდ კარგად გამოსულიყვნენ. ეს შერკინება იქნება ალბათ ერთ-ერთი ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ მატჩში, თუ გარდატეხი შეტანა უნდა თამაში სწორედ აქ უნდა გაიტანოს ლელო ბოლნისის ყოჩებმა. პირველი ტაიმის მიწურულს ჰქონდათ მსგავსი შანსი, თუმცა ვერ გამოიყენეს, ნახოთ ეხლა როგორ გაირჯებიან. გააჩერა აქ თამაში. ადრე აწვება ყოჩები ამ სიტუაციაში, რასაც ქუთაისელები აკეთებდნენ, იგივე გააკეთა ყოჩებმა. რატო აკეთებს ამას? იქნება და მსაჯმა გაუტაროს. აბა მოусმინოთ. ხო, ეს ბურთის შემოგდებას დაელოდე, ნიშნავს, რომ მაშინ უნდა მიაწვე, როცა ბურთი შემოვარდნილია. ეს მცირე ფანდია უკვე იგებ პირველ დარტყმას, პირველ მიწოლას შენაკეთებ და ბურთი როცა შემოვარდება, უფრო აგრესიულად აწვევი, ამ დროს გააქვს შერკინებაშიც უპირატესობა და შენი 8 ნომერიც უკეთეს პოზიციაშია ბურთის ასაღებად. მარიამ გოგუაძე გამოჩნდა კადრში, სავარაუდოდ ის არის მეოთხე მსაჯი. კარგი ბოჭვა ძალიან ღებრიშულზე. გამოვარდა ბურთი, თუმცა პერანიძემ დაიქნია თავაჩევი და შეყავს რეხვიაშვილი. და ლელო, რომელიც გაიტანა ბოლნისის ყოჩებმა მატჩის 55 წუთზე და რეხვიაშვილი უკვე რიგით მეორე თამაში მხსნელად მოევლინა ბოლნისის ყოჩებს. ანგარიში ხდება 13-8, ასევე არ უნდა დავკარგოთ თენგიზ პერანიძის შესანიშნავი გარჯა ამ შემთხვევაში. მესამედ გააკეთა ასეთი რამ და აი მესამეც და წარმატებული გამოდგა. ეხლა მნიშვნელოვანი გარდასახვა თავის მხრივ ლაშა მალაღურაძეს შესასრულებლად. 5-ქულიანი უპირატესობით იქნება წინ აია თუ 3-ქულიანით გაირკვევა. ეგ ეპიზოდში აი ეს განმეორებით ღებრიშვილს კარგი ბოჭვა გაუკეთეს, ბურთი ბატირერინგამ თითქოს მოიპარა, თუმცა შემდეგ წინ დაუვარდა და ძალიან კარგად აქ პერანიძემ უძებნა რეხვიაშვილი. მალაღურაძის დარტყმული კი არაზუსტია, ბოლო მომენტში მოუხვია ბურთმა და ანგარიში ისევ და ისევ 13-8 იქნება. სტუმრები სასარგებლოდ. თითქოს კარგად წავიდა, თუმცა ქარია როგორც კი ხედავთ, კი თან მარცხნივ უბერავს, მარჯვნიდან მარცხნივ იმ წერტილისკენ, საიდანაც აცილა ახლა მალაღურაძემ, სწორედ ამიტომ მეტად მარჯვნივ უნდა დაერტყა, თუმცა რა თქმა უნდა რთულია ამის განსაზღვრა ესეთ ამინჩი.
ალაღურაძეზე ბურთი, რომელიც დიაგონალით გამოდის და სერიოზული დარტყმული გამოუვიდა, ისევ და ისევ ქარის დამსახურებაა. ბაბუნაშვილის პოზიცია საკმაოდ კარგად ქონდა აღებული, ვერ მოელოდა ის რომ ასეთი ძლიერი დარტყმული იქნებოდა. გადასდა. დარტყმული. ისე ცოტა დააყდა ალაღურაძეს 50-22-მდე. შეიცვალა 3 ნომერი პატარაია, მის მაგივრად გაგა გორგასლიძე შემოვიდა მოედანზე. სხვა შეცვლები ჯერჯერობით არ გვაქვს. გიორგი ნიკოლაძე შეიცვალა, გიორგი სინაურიძემ შეცვალა, ილია გაბისონია კლავინდებურად სინბინშია. დაბალზე დამაშების მუშაობა. მუშაობთ ყველა. და გამოიყენოს ბურთი ახლა ნოდარ დოლიძემ. გადადის ბურთი პირდაპირ კიდეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ დარტყმის ადგილას იქნება ბოლნისის ყოჩების დერეფანი. ძალიან კაი თამაშია. ლაზარე დაძაბული, მოველოდით პრინციპში. დაძაბულობის კუთხით ვიძახი, თორემ ხო, მაგ სანახაობასაც გამომდინარე იქიდან რომ ძიმე მეტეოროლოგიური პირობები არის მოედანზე და თვითონ მოედნის საფარიც სახარბიელოდ არ გამოიყენა. შეიძლება ითქვას რომ მაინც საკმაოდ კარგ მატჩს ვადევნებთ. თვალყურ ჩამოვიდა ბურთი დერეფნიდან და მორიგი ჯარიმა, ოღონდ ამჯერად უკვე ბოლნისელები ჯარიმდებიან. ეს კი პეტრე ჯინჭარაძე, რომელიც კაპიტანი არის ხოლმე ძირითად შემთხვევებში, როდესაც ძირითად შემადგენლობაშია. კი, დღეს ის მარკაბიდან ერთვება თამაში. კარგი აჭრილი დარტყმა იყო ახლა. პაჩუკი ბარათაშვილი გადის, შემოდის პეტრე ჯინჯარაძე, საბა ერემეიშვილიც. ხო აქ. რა გააკეთა? ნიკოლოზ ხატიაშვილმა ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა. ამასობაში საბა ერემეიშვილი შემოვიდა ხონელიძის მაგივრად, რომლის დერეფანის შემდეგ საკმაოდ კარგი იყო. პირველი კაცი ჩააქციეს, რისი უფლებაც ჰქონდათ. ყოჩების მორაგბეებს გაასუფთავეს რაკინ დოლიძე, გიგაშვილი. დოლიძე ბატირერენგა მოძებნა, ბატირერენგამ სიღრმეში ბაბუნაშვილი სიმსივე ჩავიდა ბურთი ფრთამდე. სინაურიძე ასუფთავდება რაკი დოლიძე ისევ. სიღრმეში ბაბუნაშვილი ბატირერენგა, რომელიცაც ორმაგი ბოჭვა ჯაბა ბრეგვაძე და გურამ გოგიძე უკეთებს. დაახევინეს უკან, კარგად უკან. ყოჩების მორაგბეებმა ვნახოთ ახლა ეს შეტევა. არჯნივ ერემეიშვილის მიძალება. აი თუ სისწრაფე უკვე არ აქვს აკრეფილი მორაგბეს, ძალიან უჭირს სტარტის გაკეთება ეს მძიმე მოედანზე, ასე რომ აი სისწრაფეში თუ არ უნდა წამოვიდეს მორაგბე და ამ დროს უნდა გაატანო ყველაზე კარგი. კარგია, ბაბუნაშვილი გაიჭრა ხაზი, ფრუიძე ვერ იმორჩილებს ამ გადაცემას და ისმის ფარიძის ნიშანი. გაჩერდა იმიტომაც რომ ტრავმირებული მოთამაშე იყო, იქვე დაზიანებული სიმსივე და აღარ გარისკა მთავარ მომსაჯო. აქ უნდა აღინიშნოს, რომ დაიწყო დასკვნითი 20 წუთი დღევანდელი მატჩისა და 3 წუთი კიდევ ყოჩებს სანამ ისინი მეტნი არიან მოედანზე. ნიკოლოზ ხატიაშვილს მცირე დაზიანება უნდა დაბრუნდეს, ახლა მნიშვნელოვანი იქნება მისი როლი ამ შერკინებაშიც.
ეწყობა შერკინება პერანიძე ბურთით. ვივარაუდეთ რომ დაძაბული ბრძოლა, დაძაბული შეხვედრა ერგებოდა იოსებ ჯაფარიძეს და ასეც მოხდა საკმაოდ დაძაბული თამაშია. პერანიძის ფეხი ეს უკეთესი ფეხია, რომელიც წავიდა და შევიდა 5 მეტრიანში და 5 მეტრიანი და უნდა განაახლონ ახლა ქუთაისელებმა, რა თქმა უნდა ისინი წნეხში იქნებიან, საკმაოდ დიდ წნეხში. აბა ნახოთ ბაბუნაშვილი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, დიდი ალბათობით აქედან განახლება უნდა მოხდეს, რაც შეიძლება შორს. თუმცა ბურთი თამაში იქნება და კონტრშეტევის შანსი იქნება ბოლნისის ყოჩებს. ბაბუნაშვილის არც თუ ისე კარგი დარტყმული მოიჭრა მგეზავს ბურთი რანი ფხალაძე გაათავისუფლა ბურთი გამოვარდა და დაიკარგა, თუმცა აი წინ ვარდნა შემდეგ. უკვე აი ელთა მხრიდან ალაღურაძე ხო, ნუ აქ ტემპერატურა არის მაღალი, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ცივა ძალიან რაგბი პლატოზე ტემპერატურა საკმაოდ მაღალია. მოედანზე არც ერთი ართმობს არაფერს, რა თქმა უნდა და ესეთი მნიშვნელოვანი თამაშია ორივე გუნდისთვის შეგახსენებთ ამ მომენტისთვის. ნახოთ თუ ამ მომენტისთვის ქუთაისის აია უკვე მესამე ადგილზეა. თუ დღევანდელი თამაში ვერ მოიგო და არჩება მესამე ადგილზე, თუ იმარჯვა დაიბრუნებს თავის კუთვნილ. თუ იმარჯვა ან ორი ბონუს ქულა მოიპოვა თუნდაც ფრემორჩა, მაშინ უკვე ბათუმს გაუთანაბრდება 58-58 ქულით. არა, გადაასწრებს. 56. ხო, გადაასწრებს. ბოდიში არის აქვს 56. ქულა აქ როგორ ჭკვიანურად თამაშობს პერანიძე და იქნია გაჭრა ხაზი, გაათავისუფლა ბურთი, წამოდგა. მარჯვნივ ფურცხვანიძე მალაღურაძეზე, მალაღურაძის საკმაოდ მაღალი დარტყმული წნეხში ელგუჯა მახარეიშვილი იპოვებს ამ ბურთს. ნახოთ რა ხდება. საკმაოდ ხშირად უწევს ფრაზის გამოყენება იოსებ ჯაფარიძეს, რომ ვიდეო რეფერი ყველაფერს ამოწმებს და თუ რამე დარღვევაა შემატყობინებენ. ნახოთ აქ რა ჯარიმა ყოფილა. შერკინება. შერკინებაში მოიპოვა ჯარიმა, სწორედ კარი. ხო, ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება. ხო, ეს მარტივი ამირან შვანგირაძე შემოდის, სავარაუდოდ ტიმოთი ბოლას შეცვლის და ილია გაბისონიაც დაბრუნდება მოედანზე. წარმატებით დარტყმის შემთხვევაში ანგარიში ხდება 13-11 და უკვე ერთი ჯარიმა ყოფნის ბოლნისის ყოჩებს. თუ დააკვირდებით ბურთის მიმართულებას, საკმაოდ მარჯვნივ აქვს ცხვირი მიმართული, აი ამ შუა ხაზს უსწორებენ ხოლმე მარჯვენა ძელს როგორც წესი, მაგრამ ის რომ აქ უნდა ჩაახვიოს მალაღურაძემ და ჩაახვია კიდევაც ძალიან ლამაზი დარტყმა შეიძლება თავისუფლად ითქვას. ნუ ესეთი დარტყმა გამოუვიდა მალაღურაძეს. ამ კაცის გამოყენება უფრო აქტიურად შეიძლება და ნაკრებშიც ჩემი აზრით თავის დროზე ეს ძალიან კარგი უნარები აქვს, რომელიც გადმოაქვს თამაში საკმაოდ წარმატებით. ერთია კონდეს ეს უნარები და მეორეა იყენებდი ამ ყველაფერს. ხო, ორი მთავარი უნარი ქონდა, ხო, ეგრეთ წოდებული skills-ი მალაღურაძეს, შესანიშნავი ფეხი და ძალიან კარგი დაცვითი ფუნქციები.
იშვიათად კარგი დამცველი იყო 10 ნომრისთვის. არის უბრალოდ შეიძლება ითქვას. პერანიძემ მთლიანად გამოასწორა ის შეცდომები, რაც მან პირველ ტაიმში მრავლად ჰქონდა ნამდვილად. ამასობაში მალაღურაძის დარტყმა მოედანში აკლავ ბაბუნაშვილი და გურუკაცუხებს. ჭკვიანურად თამაშობს, არ ეცადა ხელით ბურთის დაჭერას, იმიტომ რომ ამ დროს ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ იყოს წინ თამაში. მათიაშვილი იყო კარგი მეორე სართული. ისევ ფეხი ალბათ მალაღურაძის მხრიდან ასეც ხდება დაბალი ტრაექტორიით. ძალიან კარგი დარტყმა კვლავ ჩააგდო. ელგუჯა მახარეიშვილი უბრუნებს დარტყმით ბოუნისელებს. აკაცადა ერანიძემ. არც თუ ისე კარგი დარტყმა ამჯერად მალაღურაძისგან, ეს გათამაშება ფეხით ორთა ბრძოლა მოიგეს ნამდვილად. აი აქ დასაფასებელია ქუთაისელი მიმყოლების თამაში, რომლებმაც ძალიან კარგად ახურეს ხაზი და არ მისცეს საშუალება ბოლნისის ყოჩებს კარგად გამოსულიყვნენ საკუთარი ნახევრიდან, ასევე ვიტყვი რომ შეცდომა იყო, როდესაც ბურთს დავარდნის საშუალება მისცა ბოლნისის ყოჩების უკანახაზელებმა, რადგან ამ დროს ძალიან დიდი დრო იკარგება. ერემეიშვილი, რომელიც შემოაგდებს ბურთს დერეფნიდან. მოწოდა ბურთი ბატირენგამ გაჭირვებით მოიგო. გადადის თამაში რაკში დოლიძე სინაურიძე ცოტა ცერად წავიდა და ადვილი ნადავლი გახდა მეტოქის. ერემეიშვილი კვლავ. მარცხნივ ბაბუნაშვილი, შვანგირაძე, ფრუიძეს კარგი გათამაშება ძალიან ჭკვიანურად სიმსივე. მიეძალა სიმსივე კარგად. გორგასლიძეს შეელია ბურთს, რადგან მიწის ნაწილი იყო უკვე დიდი შეუპირატესობა. ზე აქ ბოჭვის დროს ხო აქ პერანიძე თავიდან იყო, ანუ წინვარდნის უპირატესობაც არ ექნება აქ. კი პერანიძე არანაირად არ არღვევდა ამ სიტუაციაში თამაშის წესებს, იდეალური ტაიმინგი იყო მისი მხრიდან. ავალზე იჭერს აქ მათიაშვილი. გაათამაშა მათიაშვილმა და ძლიერი დარტყმით გადადის მეტოქის ნახევარზე, ადგილზეა ბაბუნაშვილი. წნეხში 10 ნომერი დიაგონალზე ფეხით გადაკიდებული, არც თუ ისე კარგი. ხალაძე. კარგად დაინახა სიტუაცია უკანა მხარეს, თუმცა შვანგირაძემაც დაუბრუნა კარგი ფეხით ძალიან ეს. ნახოთ მალაღურაძეს აქ დრო გამორბენი, რომელიც საკმაოდ კარგი დარტყმული. კიდევ ერთხელ ვაშა მალაღურაძის. ტემპი ძალიან მომატებულია, მძიმე მოედანია, დიდ ენერგიას ხარჯავს ორივე გუნდი, თან განსაკუთრებით, როდესაც ასეთი პინგ-პონგი არის გამართული მოედანზე. ამირან მიქაძე შემოდის აბრამიშვილის მაგივრად, რომელიც საკმაოდ მძიმედ დაიმტვრა. ცირე შესვენება. ვიდეო რეფერი როგორც ხედავთ, ოღონდ რა დარღვევა, რა ხდება, არ ვიცით, ნახოთ. საინტერესოა. ეს სათამაშო ეპიზოდია ჩემი აზრით. პირდაპირ კაცეც არ წასულა, წინ წავიდა ბაბუნაშვილმა ინერციით გააგრძელა. ხო, აი ძალიან კარგად განსაჯა იოსებ ჯაფარიძემ მომენტი, ინერციით გააგრძელა შემდეგ უკვე მოძრაობა გიორგი ბაბუნაშვილმა და შეეჯახნენ ნოდიას მოქმედება არ იყო განზრახული 10 ნომრის დამტვრევისთვის, რაც მნიშვნელოვანია აქ. აქ მიხეილ აბრამიშვილი ტოვებს მოედანს. საკმაოდ მძიმე ტრავმა, მძიმე დაზიანდა როგორც ჩანს აბრამიშვილი და სანამ ის არ დატოვებს მოედანს არ შეუულიათ ბურთის შემოგდება.
მოიგეს ბურთი და ერეფანში, თუმცა არ იყო სწორად მოწოდებული ეს ბურთი და ერეფანში. ისედაც თუ დააკვირდი ლაზარი მარცხენა მხარეს იდგა კვაჭიც ზუსტად შუაში არ იდგა ასე რომ აქაც გასათვალისწინებელი იყო ეს ფაქტორი დარჩა თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 12-11 წუთი. ხო ნიშნავანი შერკინება ეხლა ოჩებისთვის. ნახოთ რას მოახერხებს აია თავის მხრივ დიდი ხანია აიასაც არ შეუტევია მეტოქისთვის. ჟორა აცადე. აქ ჯარიმის მოპოვება ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი იქნება როგორც ერთი მხარისთვის, ასევე მეორე მხარისთვის. ადრე გადასვლა ყოჩების მხრიდან და ჯარიმა. თავისუფალი ჯარიმა. ხო. აქ გათამაშება მაღალი დარტყმა, პირდაპირ მაღალი დარტყმა, ან გათამაშება ხაზში გაშლა. ბევრი არჩევანი აქვთ ქუთაისელებს. დაიტოვა ბურთი ერანიძემ სიღრმეში გადააქვს. ძლიერი დარტყმა ადგილზე არის შვანგირაძე ბაბუნაშვილი, თავად ბაბუნაშვილიც ძლიერი დარტყმულით გამოდის საკუთარი ნახევრიდან, რომელსაც მალაღურაძე ხვდება. მათიაშვილის ძლიერი დარტყმული გადადის პირდაპირ კიდეზე. გადადის. და 22-ის მისადგომებთან ეხლა დერეფანი ექნებათ ქუთაისის აიას მორაგბეებს. ერემეიშვილი მოაწვდის ბურთს დერეფანში. ბოლო 10 წუთი რომელიც მნიშვნელოვანესი იქნება როგორც ერთი ასევე მეორე გუნდისთვის შეგახსენებთ იმას რომ აია იბრძვის იმისთვის რომ პირველ ან მეორე ადგილზე დარჩეს რათა მცირე ფინალი ითამაშოს ხოლო ყოჩები იბრძვის იმისთვის რომ დარჩეს ჩემპიონატში და მომავალ წელსაც კროკობეთ დიდი 10-ის წევრი იყოს. შვანგირაძის სრუმოძრაობები კაია ერთი მეტოქე ჩამოიცილა, თუმცა აქ უკვე ბურთზე ჩასულია სუფთად მათიაშვილი. სწრაფად გაათამაშა მათიაშვილი. არ იყო წერტილი ის, სადაც ჯარიმა იყო დაფიქსირებული, დაახლოებით 2-3 მეტრით წინ იყო სოსო მათიაშვილი. დაახლოებით ცენტრში დერეფანი ჯაბა ბრეგვაძე ბურთით შესანიშნავი იყო ჰაერში კარგად ვერ დავინახე მაგრამ მე მგონი ლუკა ჭაავა იყო ეს პორა ია კარგი დარტყმაც გამოუვიდა თაიელებს მათიაშვილი აბრუნებს ასევე ძლიერი დარტყმით ადგილზე ამახარეიშვილი ბაბუნაშვილიც ძლიერი დარტყმული რომელიც მისწრებადია და მაგარი ბოჭვა ძალიან. ბოჭვა პერანიძე კარგად უკეთესი ბოჭვა კიდევ ბატირერენგასგან და ჯარიმის ზღვარზე იყვნენ შეეძლოთ, თუმცა ამოიღო ბურთი და ტყაბლაძე მარცხნივ გაიშალა შეტევა არის მეტობა შეიძლებოდა ამის გამოყენება, თუმცა არაზუსტი გადაცემა.
მახარეიშვილი ბოლოს ყაბლაძე რაქის ბოლოში და ათამაშებს ახლა მათეო ბოლაძეს, რომელიც კარგად წავიდა, დახარა თავი და გადაკვეთა უპირატესობის ხაზი. კვლავ ყაბლაძე მარცხნი უტევენ ახლა ქუთაისელები, ისევ სწრაფი შეტევა. ხო, ეს ჯარიმა და არა მხოლოდ ჯარიმა. წაზლია სულმა ჭიჭინაძეს. აი ამ შემთხვევაში ინსტინქტის დონეზე იმოქმედა ჭიჭინაძემ და არა ისე სიტუაციიდან გამომდინარე, ოდნავ უკან უნდა დარჩი ამ სიტუაციაში და უკვე მეორე კაცაც იმდენად ვიწრო სივრცე იყო იქ იმ კაცაც დაიჭერდა ჭიჭინაძე, თუმცა აი ესე დარღვევა, რომლითაც აი ამ შანსი ექნება კარგი მიუახლოვდეს ჯერ და დარჩენილი დრო თამაშის აიქნებიან მეტნი მოედანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოჩების დავალება ერთიორად გართულდა. ბატირერენგა კარგი იყო დერეფანში ძალიან ორი ხელით იგებს, თუმცა პირველი გაჩერება ახლა თუ არ დაიძრა მოლი, უნდა გამოიყენონ ბურთი. ყაბლაძე ბაბუნაშვილი, კარგი შემოbrunება და კოხოძე მიდის იქით, სადაც ყველაზე მეტი ყოჩების მორაგბეა. გაგა გორგასლიძე გადადის თამაში რაკში, გამოვიდა ბურთი ხაზზე. რანი ფხალაძე შეუულია სირბილი, დარტყმული და გადადის მეტოქის ნახევარზე. ბოლნისის ყოჩები. ხო. თავის უნდა აჯობოს ახლა ყოჩებმა, რომ დღეს მოიპოვოს გამარჯვება, თუმცა ეს ერთი ქულად ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვეულებრივად ბონუსკულით გამარჯვება ტაოსთან უკვე ხელს აძლევს და თუ ბონუსკულით არ მოიგო, იქ უკვე 25 ქულაზე მეტით უნდა მოიგოს, თუ სწორად მახსოვს, აი რაღაც 23 თუ 24, აი რაღაც ამ იმაში მაინც ზუსტად გეტყვით. ხო, თავისუფლი ქუთაისაია კი ამ გამარჯვებით თავის კუთვნილ პირველ პოზიციას დაიბრუნებს. ერთბაშად ლიდერდება. ხო, ნუ 25 ქულით უნდა მოიგოს. კი. ბონუსით და 25 ქულით. თუ აქ ერთი ქულა მოიპოვა, აღარ დაჭირდება. თუ ერთი ქულა ვერ მოიპოვა, მაშინ დაჭირდება ის, რომ აქ საინტერესო რა მოხდა. ხო, არაფერი, ჩვეულებრივად. გადაეცათ ბურთი ყოჩებს დერეფანში. ხუთუძე ნაკლები თამაში დასრულებამდე ერთი ჯარიმაც კი ეხლა ყოჩებისთვის იქნება მხსნელი დღევანდელ მატჩში. ხო, ერთი ჯარიმა საერთოდ შეცვლიდა სურათს ყოჩებისთვის. ყურადღებით უნდა იყოს აია თავის მხრივ დაცვაში, რომ არ მიცეს ეს შანსი. მეტოქეს გამოვიდა ბურთი ხაზზე, მალაღურაძის მარცხნივ შეტრიალებული დიაგონალი ჩააგდო. მაგრამ თუ სწრაფად არ ამოავსებენ ამ სივრცეებს, ექნებათ სწრაფი ბურთის შემოგდების საშუალება. ამ ყველაფერს აკეთებენ ყოჩები, იმიტომ რომ იქნება და შეცდომა დაუშვან დერეფანში, თან წნეხში არის ახლა აია და აქედან გამოსვლა არც თუ ისე მარტივი იქნება. ბატირერენგა გადის მის მაგივრად. საინტერესო ვიშე, ალბათ ლუკა ჭავა თუ. ის ერთის უნდა იყოს ეს დადარიგით. ნუ გავარკვევთ ამას მიმდინარეობის დროს. ყაბლაძე ამზადებს ახლა დარტყმას. ადგილზეა ათიაშვილი და მათიაშვილმა არეკნი გაგზავნა. გადაწყვიტა არეკნი დაერტყა, თუმცა ბაბუნაშვილი. შვენივრად გამოდის გიორგი ბაბუნაშვილი საკუთარი ნახევრიდან და ახლოებით ცენტრალურ ხაზზე იქნება ყოჩების დერეფანი. თამაშის დასრულებამდე დარჩა დაახლოებით 1 წუთი. მატჩის ოქმის მიხედვით. ოქმის მიხედვით, ხოლო სატელევიზიო დროის მიხედვით 3 წუთი.
იგეს პირველ ხტომელზე მარტივად ჩების მორაგბეებმა დადგა მოლი, რომელიც წინ მიდის და აქ გვერდიდან შევიდა ობოლაძე მართალი იყვნენ ყოჩები და აქ კი ჩავიდა ბურთზე და მოინადირა უკვე ერემეიშვილმა ძალიან კარგად ბურთი ნახოთ შეუტევს თუ უბრალოდ დაამთავრებს თამაშს ქუთაისის აია ჩაასწორეს ოქმი და 78 წუთია. ხო. ანუ 79 წუთი მიმდინარეობს. სახალისო შეძახილები მოუწოდებდნენ გამეორებისკენ ამ ეპიზოდის ჯაფარით. ეს უკვე ჯარიმის ეპიზოდია. ხო, აქ ჯარიმა იყო. ხო, ეს შუბთად იყო. არ მინდა რომ დავაბატარავთ რა, გადავწყვეტი მომენტი არ ადენოა. კარგი თამაში ძალიან ლაღაძის დერეფანში, გადადის თამაში მოლში, მიქაძეს კარგად უჭირავს ძალიან. ნამდვილად აბლაძე თუ გამოიტანს ფურს ახერხებს სიმსივე უჭირს სიმსივეს შეჩერება, თუმცა შეძლეს ისევ ტყაბლაძე ცდილობს რომ ააჩქაროს სათამაშო ტემპი, სადაც ქუთაისის აია ყველაზე კარგად იჭერს თემს, თუმცა ჟორამ ღებრიშვილი რა ქნა ახლა ჟორამ ღებრიშვილმა ასეთი რომ ჯარიმა მიცა სოსო ჯაფარიძემ ქნა ის რომ შევიდა რაკში კარიბჭიდან იქ უკვე არც ერთი მორაგბე აღარ იყო ფეხზე ქუთაისელების პირდაპირ ბურთზე ჩავიდა ტანის პოზიცია საკმაოდ კარგი ქონდა და მოიპოვა ჯარიმა თუმცა აი აქ შეცდომას უშვებს ლაშა მალაღურაძე და გადააქვს ბურთი კიდეზე არ თუ ისე კარგი დარტყმული აქვს ამ გადაცემას თუ მოასწრებდა აღალი ბოჭალაძე აქ თავში მოხდა ამის რა თქმა უნდა შემოვა აქ ვიდეო რეფერი იმიტომ რომ იყო დარღვევა იქ რა თქმა უნდა მაღალი ბოჭვა იყო ეკრანებიდან გამოჩნდა ის რომ თავთან კონტაქტი იყო ლაშა ფრუიძემ ფრუიძე არ მოიხარა წერტილი არის აქედან შეიძლება მალაღურაძემ კარში გაგზავნაც კი გადაწყვიტოს ბურთის კი მაგრამ გადამოწმდება და შეიძლება წითელი ბარათიც იყოს ლაზარე გიორგი ფრუიძის მოქმედება უბრალოდ ვიდეო გჭირდება ახლა და მე მივყვეთ პროტოკოლს ხო, ну ეს თუ არ არის წითელი ბარათი, აბა სხვა რა არის. მაგრამ უსმინოთ სოსო ჯაფარიძეს. კაი, დატვის წერტილი მინდა რომ შევიდეო რა. ხო, მე შემოსუბუქებელს ვერ ხედავ ვერაფერს. გაშლილი მიდის მხრით პირდაპირ. მაღალი სისტრაფე არანაირი აშკარად გვაქვს მოусმინო. თავთან კონტაქტი, ეს არის უხეშობა რადგან უთლების 13 არის გამართული, შესაბამისად მოხრილი იყო ის. მე ვერ ხედავ ვერც სიმაღლის კარგას ვერ ხედავ, ვერც მიმართულების ცვალს ვერ ხედავ, შესაბამისად ვერანაირი შემოსუბუქებელი მეთახმები. მართალი ხართ ბატონო იოსებ. წერტილი ხო ვიცი. ну აქ რამ ჩვენიანი მოусმინოთ ისევ და ისევ გავნუმარტავს თავის კაპიტანს. გამართულია რა, თავთან არის კონტაქტი, არც მოხრა არის, არც მიმართულების სხვა არ არის და წითელი ბარათი. ხო, აქ ძალიან გამოცდილ მორაგბეს მუსტის ესეთი შეცდომა მატჩის მიწურულს გიორგი ფრუიძე. პროტოკოლი მიდის ესე თუ არის უხეშობა, ანუ არის თავთან კონტაქტი, შემდეგ უკვე მსაჯები იწყებენ ფიქრს, არის თუ არა რაიმე შემამსუბუქებელი გარემოება, შემამსუბუქებელ გარემოებაში ითვლება თუ მეორე ბოჭავია, თუ შებოჭილი, ვისაც ბოჭავს იმან სწრაფად შეიცვალა მიმართულება, თუ სიმაღლის კარგვა მოხდა და თუ თვითონ ბოჭავი იყო მოხრილ, ვინც ბოჭავდა ის იყო მოხრილ სიტუაციაში არც ერთი ეს
არც ერთი ეს კომპონენტი არ იყო დაცული და გათვალისწინებული გიორგი ფრუიძის მხრიდან, ასე რომ დაისაჯნენ წითელი ბარათით სრულიად მართებულად. გადამწყვეტი დარტყმა კი არის უკვე ლაშა მალაღურაძის ხელში არის ახლა მოგება მოიგებს თუ არა ბოლნისის ყოჩები დღევანდელ მატჩს, ალბათ გაეცემა ახლა პასუხი ამ ყველაფერს. გამარჯვების შემთხვევაში ყოჩები უკვე მოაგროვებს 23 ქულას და მხოლოდ ერთ ქულასში მიუახლოვდება სამცხე ჯავახეთის ტაოს. იქ ძალიან ბევრი რამ იქნება დასათვლელი შემდეგ. თუმცა ძალიან ხეირო დარტყმა აქ მალაღურაძისგან. იმას ნიშნავს, რომ დასრულდება სულ მალე თამაში. არა, არის დრო და ახლა უნდა შეიყვანოს ბურთი თამაში. დრო გასულია, ვნახოთ ახლა. ბურთის მოედანში დატოვება მოუწევს ბაბუნაშვილს, ანუ ბოლო შეტევა ყოჩებზე. შეცდომის დაშვება იქნება კატასტროფა. ისევ ხო, გაუცუდა ეს არეკნის ცდელობაც ლაშა მალაღურაძეს, დასრულდა დღევანდელი მატჩი, გაისმა სოსო ჯაფარიძის ნიშანი 11-13 იმარჯვა. სტუმარმა გუნდმა, რაც იმას ნიშნავს, რომ აია დაუბრუნდება თავის კუთვნილ პირველ პოზიციას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა თავის ხრივ ბოლნიშის ყოჩებმა, შეამცირა მან ჩამორჩენა უშუალო ვიზავთან სამცხე ჯავახეთის ტაოსთან 4 ქულამდე და ყველაფერი გადაწყდება ყოჩებისთვის ბოლო ტურში, გავარდებიან ისინი დიდი 10-ის გათამაშებიდან და დატოვებენ თუ ითამაშებენ გადათამაშებას უკვე პირველი ლიგის გამარჯვებულთან. დღევანდელ მატჩს თქვენთვის უძღვებოდით მე ლაზარე ქარჩხაძე და ირაკლი ბაღათურია, გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა.